1958 წელი თბილისი ლენინისა, გამზირისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩის კვეთა. ბევრმა შეიძლება ეს ადგილი ახლა ვერ ამოიცნოს, აქ დღეს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის ფილარმონიის შენობა დგას. 60-იანი წლების დასაწყისში თბილისში არსებული საკონცერტო სივრცეები, ოპერისა და ბალეტის თეატრი და სპორტის სასახლე ვეღარ იტევდა მაყურებლებს და ვეღარც კონცერტებისთვის საჭირო ტექნიკურ სტანდარტებს პასუხობდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ აშენდებოდა დიდი საკონცერტო დარბაზი, რომელიც ქალაქის კულტურული ცხოვრების ცენტრი გახდებოდა. 1971 წელს ფილარმონიის მშენებლობა დასრულდა, ნახევარი საუკუნის განმავლობაში კი ამ შენობამ ათასობით ღონისძიებას უმასპინძლა, თუმცა წლებთან ერთად საკონცერტო დარბაზის ინფრასტრუქტურა მოძველდა. Starring Georgia ფილარმონიის შენობის სრულ რეაბილიტაციას და ტექნიკურ განახლებას იწყებს. სალომე თარხნიშვილის რეპორტაჟი. გაზაფხული შუქს მივხვდებით მადრია ირგვლივ თითქოს კელასრებიანია გაზაფხულის დუეტ 60 წელი შეუსრულდა. ნანული აბესაძისა და სულიკო კოროშინაძის ეს საკონცერტო გამოსვლა ქვეყნის მთავარ მუსიკალურ სცენაზე მოხდა. პევზნერი აკეთებდა და ჯაიანი უკრავდა. ეს კიდე გენიოსი მომღერალი. რომელ წელს დაიწერა? 64-ში. როგორც კი მივედი იმ წუთში მომღერეს ესა და მე იმ დაუკრა იმ წუთში ავყევი და კი მაგრამ იცოდი არა მე ვთხარი მუსიკას მივსდე. ასეთი მუსიკალური თავს ვიქებ, მაგრამ ასე იყო. ფილარმონიის ისტორიაც სწორედ ამ ადამიანებზე დგას. ის უნიკალური საგანძური, რომელიც მომავალ თაობებს შეუქმნეს და შეუნარჩუნეს. ამ დარბაზმა არა მხოლოდ ათასობით არტისტს უმასპინძლა, არამედ არაერთი ხელოვანი თავადაც გამოზარდა. როგორც ისურვებთ, რომ გახდეს ფილარმონია? როგორიც იყო ისეთი. დედას შეცვლის ვინმე, არავინ არ შეცვლის. აი დედასავით უნდა შეინახონ და მოეფერონ. ერთი თხოვნა მაქვს უბრალოდ, გამოყონ დერეფანი, აი ამ დერეფანში იყოს გამოჩენილი მომღერალთა და შემსრულებელთა ანსამბლი და დირიჟორები და ასე შემდეგ. მასშტაბურ განახლებამდე პროექტის მესოურებმა ყველა ამ ადამიანის სურვილი გაითვალისწინეს. მათი, ვინც საკუთარი შემოქმედებითი კვალი დატოვა ფილარმონიის ისტორიაში. ფილარმონია ახალ სიცოცხლეს იწყებს. ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესს კომპანია Starring Georgia შეუდგა. პროექტის ფარგლებში იგეგმება სრული აკუსტიკური მოდერნიზაცია, სცენის ტექნიკის განახლება და დარბაზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დაწყებული სავარძლებიდან დამთავრებული ხელმისაწვდომობის სტანდარტებით. საკონცერტო დარბაზი უკვე დაიხურა, რეაბილიტაციის სამუშაოები ეტაპობრივად დაიგეგმება. შენობა სრულად შეუნარჩუნდება ავთენტიკური იერსახე. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეკონსტრუქციის განმახორციელებელ კომპანიას კონკურსის წესით შეარჩევენ. განცხადების მიღება 5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი, მათგან საუკეთესო პროექტს სპეციალური ჟიური გამოავლენს. განახლებული ფილარმონია იქნება ის მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ შემოქმედებით სივრცეებს და მხოლოდ შემოქმედების მოყვარულ ადამიანებს მოიზიდავს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვისაც გარკვეული სენტიმენტები აკავშირებს ამ შენობის მიმართ და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და მოგზაურობას, იმიტომ რომ ახალი ფილარმონიის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ კონცერტებზე, ანუ არ იყოს შენობა, რომელიც მხოლოდ ერთი სცენით იფუნქციონირებს, არამედ იყოს სივრცეებით დაკომპლექტებული ჰაბი, რომელიც მიმზიდველი იქნება თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. რეაბილიტირებული შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში განთავსდება ხმისჩამწერი სტუდია, სახელოსნო სცენის მხატვრებისთვის, სკოლა კრეატიული ინდუსტრიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ექსპერიმენტული სცენა, სოციალური სივრცე და ფილარმონიის მუზეუმი. განახლებული ფილარმონია სრულიად შეცვლის თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებზე ორიენტირება. ფილარმონია გადაიქცევა მულტიფუნქციურ კულტურულ ხაბად, რომელიც სხვადასხვა ტიპის სივრცეებს გააერთიანებს. აქ ახალგაზრდები შეძლებენ არა მხოლოდ კონცერტზე დასწრებას, არამედ თავად გახდებიან შემოქმედებითი პროცესის ნაწილი. სწავლა, თანამშრომლობა, ექსპერიმენტები, საკუთარი იდეების განხორციელება. განახლებული ფილარმონია მათ ამ ყველაფრის შესრულებას მისცემს.
განახლებულ ფილარმონიაში საქმიანობას კვლავ განაგრძობენ თანამშრომლები, რომლებიც 10 წლეულების მანძილზე ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი გამოსავალს პოულობდნენ, რომლებიც ამ ფარდი სიძველეს ჩვენი კამერის წინაც ისე იღბავდნენ, როგორც სრული ანშლაგების დროს. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია პროფესიული შეხება ამ დარბაზთან, აუცილებლად ეცოდინება მისი მთავარი დიასახლისი თამარ დემეტრაშვილიც, 21 წლიანი უცვლელი სამუშაო ადგილით და ამ ჯადოსნური ლითონის ხუთით. დარბაზში რომ შემოვედი, აღვიქვი როგორც ჩემი ოჯახი, რომ მე ჩემი საქმე ისე მიყვარს. სახში არ ვიყავ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც აქ დილით 9 საათზე რომ მოვიდოდი, ღამის 11 საათამდე როცა ღონისძიება ყოველთვის ყველას გავისტუმრებდი აბსოლუტურად და მე წავიდოდი სახში წყნარად და მშვიდად. რთულად დასაჯერებელია, რომ ამ ტექნიკური მდგომარეობით საკონცერტო დარბაზმა ათასობით მუსიკალურ წარმოდგენასა და მსოფლიო დონის ვარსკვლავს უმასპინძლა. ტარიელ გაგნიძე უკვე 41 წელია ფილარმონიის მეხსიერების შემგროვებელია. მისი ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე არც ერთ წარმოდგენას არ ჩაუვლია. ბევრი აპლოდისმენტების და ტაშის მომსწრე ვარ და თანამონაწილეც რა. მაგრამ დადგა დრო, დარბაზმა მოითხოვა რეაბილიტაცია, ფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. მე ჩემი მხრიდან გვერდში დაუდგები ამ ყველაფერს. ფილარმონიის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მისი ისტორიის ახალი თაობებისთვის გადასაცემად შემორჩენილი აუდიო, ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალების აღრიცხვა და გაციფრულებაც მიმდინარეობს. განახლებული არქივი თავს მოუკრის ფილარმონიის 50 წლიანი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, საკონცერტო ჩანაწერებს, ძველ აფიშებსა და სარეპეტიციო ჩანაწერებს. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური მასალა, გარკვეულწილად ბევრი მათგანი ფართო საზოგადოებისთვის არის უცნობი, მათ შორის ხმოვანი ჩანაწერები, სიმღერები, მუსიკალური ჩანაწერები, ნოტების ნაწილიც კი. შენობაში, რომელიც 1916 წელს აშენდა, თავდაპირველად დიდებულთა კლუბი იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ თბილისის ინტელიგენცია და კულტურული ელიტა იკრიბებოდა. გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა ოპერისა და ბალეტის, თეატრისა და სპორტის სასახლის დარბაზები ვეღარ იტევდა მაყურებელს, გადაწყდა დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა. ადგილმდებარეობამ შენობის არქიტექტურა და სივრცითი კომპოზიცია განსაზღვრა. შეიქმნა ასიმეტრიული ფართო საზეიმო კიბე. მუზის მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი გახდათ. შენობის ვესტიბიულის ინტერიერიც ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილებმა გააფორმეს. ფილარმონიამ ისტორიის მანძილზე არაერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას უმასპინძლა და გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართული მუსიკის განვითარების გზაზე. ჩემთვის არის სახლი, რომელიც საოცრად მიყვარს, ჩემი ბავშვობის სახლიც არის, ზრდასრულ ასაკშიც მიყვარს. რო გავიგე, რომ ფილარმონია იკეტება და თუნდაც ბევრი წელი ვერ ვიმღერებთ მის სცენაზე, თანახმავარ, ოღონდ გაკეთდეს ისე, როგორც შეეფერება. ამ სცენაზე მსოფლიო რანგის ვარსკვლავები მუსიკალურ შემოქმედებას მაშინაც კი წარადგენდნენ, როდესაც თბილისი ჩაბნელებული იყო. ასეთი იყო 1996 წელიც, როდესაც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი რეი ჩარლზი ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგა. რეი ჩარლზის ჩამოსვლამ აი აბსოლუტურად დაანგრეულ ნაომარ ქვეყანაში, რომელიც ასე ვთქვათ, აი ესეთი აღიდგენდა თავის ეკონომიკას, რაღაც სოციალურ ურთიერთობას, რაღაც იმას ფეხზე დგებოდა, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მოხდა მისი ჩამოსვლა. და აი ასეთი კონცერტის ჩატარება იყო ძალიან რეზონანსული, რა თქმა უნდა. კომპანია, რომელიც ფილარმონიის განახლების პროექტს ახორციელებს, 3 წლის წინ დაარსდა. ამ დროის განმავლობაში სტარინგ ჯორჯიამ შეძლო, რომ ქვეყანაში ისტორიული პრეცედენტები შეექმნა და საქართველო მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის რუკაზე მოენიშნა. ამ და სხვა არაერთ მუსიკალურ ისტორიას უკვე არა მხოლოდ მაყურებლის მეხსიერება, არამედ განახლებული ფილარმონიის მუზეუმით შეინახავს. დიდი საკონცერტო დარბაზი ისტორიის ახალ და მნიშვნელოვან მუსიკალურ თავგადასავალს 3 წელიწადში დაიწყებს.